ოპოზიციის კი ბატონო. რა შეხვედრებია ბატონო? როგორც იცით, პარტიის თავმჯდომარემ დაანონსა 10 დიდი შეხვედრა ჩვენს რეგიონებში და ჩვენ დღეს აჭარიდან დავიწყეთ ეს შეხვედრები და როგორც ყოველთვის ჩვენს აქტიურ წევრებთან, პარტიულ ლიდერებთან, ადგილობრივ ლიდერებთან გვაქვს ხოლმე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, ისევე როგორც დღეს ეს მოხდა და ძალიან სასიამოვნოა თითოეულ მათგანთან შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნისათვის, თავისი პარტიის გამარჯვებისათვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა იყოს გამარჯვებული და მე თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო აქედან, აჭარიდან, იმიტომ რომ რომ არა მათი ესეთი მხნეობა, ესეთი ჩართულობა ჩვენ ესე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ჩვენი ქვეყნის ადარაჯოზე. ოპოზიციის ინიციატივას ონლაინ ემიგრანტების მხრიდან ხმის მიცემაზე. თქვენ გარკვეული რისკები დაინახეთ, რომ არა, მე რისკები კი არ დავინახეთ, რისკები არსებობს. კი, ახლავე გეტყვით. ნახეთ, როდესაც ისინი საუბრობენ ელექტრონულ არჩევნებზე, მათ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ეს არ გულისხმობს ონლაინ არჩევნებს. ონლაინ არჩევნები არის აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა აირიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები. იმიტომ რომ ამ რისკებზე როდესაც საუბრობენ, ეს ზოგადი თემა კი არ არის. მაგალითად, ჩვენ ვიცით რომ ასეულობით 1000 ჩვენი ემიგრანტი ცხოვრობს მათ შორის რუსეთში. და აღარ გავაგრძელებ ქვეყნებს და შეუძლებელია რომ ჩვენ ვენდოთ თქვათ რომელიღაცა ქვეყანას იმაში რომ ონლაინ მხარდაჭერის პირობებში, ონლაინ არჩევნების პირობებში ამ ქვეყნიდან წამოვა მარტო რუსეთში არ არის შეიძლება საუბარი. არ შეიძლება ესე უბრალოდ ენდო სხვადასხვა ქვეყნებს განსაკუთრებით ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას რომ იქიდან წამოვა ობიექტურად ხმები. ასეულობით 1000 ხმის არაობიექტური წამოსვლა ნიშნავს არჩევნების შედეგების ამოტრიალებას, ხო? ბუნებრივია ამაზე ვერცერთი სახელმწიფო ვერ წავა. თან ჩვენ როდესაც ემიგრაცია ამ ქვეყანაში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ამის გარისკვაზე თეორიაშიც არ უნდა იყოს ლაპარაკი და ბუნებრივია ეს ვერც იქნება. მაგრამ მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს თუ კი მათ აქვთ რაიმე საშუალება იმისა, რომ მივიდნენ უბნებში, რომლებიც უბნებიც არის ხოლმე, სადაც ყველაზე დიდი მასა, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი რაოდენობაა ჩვენი ემიგრანტებისა, იქ იხსნება უბნები და მიიღონ მონაწილეობა და მიიღებენ იგივე წესით, როგორც იღებდნენ აქამდე და მოუწოდებ მათ მაქსიმალური ჩართულობისაკენ ჩვენს მომავალ არჩევნებში. კიდე გაკითხვათია. ნახეთ, არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება. შესაბამისად, თუ კი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი არის მოდერნიზატორი, რაღაცა თანამედროვე ქართული ისტორიის, პოზიტიური ისტორიის და ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება მას არ მიიღებს და ყველას ვთხოვ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ ხოლმე სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები, რომელიღაც რეზოლუციაში და შემდეგ ყველამ გაითვალისწინოს, რომ თუ კი ვინმე ანტიევროპულ რაღაც მსგავს განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილის ასე პოზიტიურად წარმოადგენენ, იმიტომ რომ საქართველოს მიცის და მისმა უდიდესმა უმრავლესობამ მის საზოგადოების რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის და ტყუილზე აგებული მისი PR კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში. სამთავრობოთლებებზე რო გითხრათ, მინისტრის ჯანდაცვის გაათავისუფლება. არის თუ რა ქართულ ოცნებაში რაიმე პლანური დაპირისპირება? კობახიძეს და ღარიბაშვილს შორის და რომ ამ კითხვას რო გავაგრძელთ, აი მაგალითად ბატონმა ღარიბაშვილმა ჯაველიძეც კი რეზო ჯაველიძეზე საუბრობ, რომელზეც თვითონ კორომის დობით აღჭურვილი პირია პარტიაში ვერ გადაიყვანა. პარტიაში ვინმე მიიყვანა? პარტიაში ვერ გადაიყვანა რას ნიშნავს? არა, რატო ავალებ? ბოდიში ახლა. ერთ ეგრე კითხვა, გავიგე. უპასუხებ და მე თქვენი ნებართვით, თქვენ შეთანხმებით ერთმანეთში დარწმუნებული ვარ. ნახეთ, როდესაც TV პირველი და მთავარი ამასთან დაკავშირებით მისვამენ შეკითხვას, მე მიჩნდება განცდა იმისა, ფორმულაც ვერთება მას, ძალიან დიდი მადლობა, ასეთი კარგი ილუსტრაციისათვის. დიახ. რომ ავალებ თქვენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავრობიდან ადამიანი თუ იქნება, თქვათ, ასე ვთქვათ, გამოთავისუფლებული, ან დატოვებს თანამდებობას,
ამ ადამიანმა აუცილებლად გადაინაცვლოს პარტიაში. რატო გაქვთ ასე დავალება? რატომ არ გადაიყვანაო და არ არის. არა, თქვენი შეკითხვა სხვა არის. აი გაგემიჯნავთ უკვე. კარგია. კარგი. რაც შეეხება თუ არა საკადრო ცნობები კიდევ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის კადრები და ნახეთ, ოდნავი დაპირისპირება. ირაკლი ღარიბაშვილმა მეწეღან უსმენდი, გაგცათ ამაზე პასუხი. როდესაც არის გარკვეული სხვაობები მათ შორის ხედვებში, მიდგომებში, რატოა პრემიერ-მინისტრი ვალდებული, რომ აუცილებლად გააგრძელოს ასეთ შემთხვევაში მუშაობა რომელიმე მინისტრთან. ეს პირველ რიგში გამოიკვეთა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა სხვათა შორის ვუერთდები და გუშინაც ეს გავაკეთე, იმიტომ რომ ჯანდაცვის მინისტრმა სურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი საქმე და ძალიან პოზიტიური საქმე გააკეთა, ბევრი, მაგრამ ბოლო პერიოდში კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და იყო მართლაც განსხვავებები მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და შესაბამისად ამისა მიღებული იქნა ეს ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის კომუნიკაციის შედეგად მან გადაწყვიტა რომ დაეტოვებინა თანამდებობა და მოხსნას მაინც და მაინც უნდა ვარქვათ. ეხლა რა შეგვიძლია? არა. ესე ბოდიში ასე პრიმიტიულად ახლავე კლინიკურ დაპირისპირებას არ გულისხმობს. კლინიკურ დაპირისპირებას ცოტა რთული ფორმებია. ხო და ყანურს საერთოდ უნდა ეს კიდევ უარეს ფორმა. ნახეთ ერთი კვირის წინ იყო დასანგრევი მე ასე პრიმიტიულად არ უდგებით ჩვენ სახელმწიფოებრივ საკითხებს. ჩვენ მიგვაჩნია რომ უკეთესი ორივე საერთო იცით რა იყო? მე მინდა რომ ზუსტად გაგცეთ ამაზე პასუხი, ვიჩხუბებ ძალიან თქო, ზუსტად გაგცეთ პასუხი. ნახეთ, საერთო მიდგომა იყო რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა აშენდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. განსხვავება არ იყო. არ ზურა აზარაშვილის, არც პრემიერ-მინისტრის, არც მე მათ შორის რომელიც ჩართული ვიყავ ამ ამბავში, ამასთან დაკავშირებით განსხვავება არ ქონია. როგორ უნდა მომხდარიყო ეს? ეხლავე თქვა დანგრეული იყო და ეს ადამიანები გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებებში, სამეცნიერო დაწესებულებებში თუ ჯერ აღშენებული იყო ახალი და მერე გადასულიყვნენ და შემდეგ დანგრეული იყო და ასე შემდეგ. აი ამაზე იყო განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ასეთა და ბოლოს გაიმარჯვა არგუმენტების ჭიდილში იმ გადაწყვეტილებამ, რაც ბოლოს მიიღო პრემიერ-მინისტრმა, რომ აშენდეს ახალი რესპუბლიკის საავადმყოფო, გადავიდეს ეს პერსონალი მთლიანად და შემდეგ მოხდეს დემონტაჟი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში საინვესტიციო პირობაც კი გაცილებით უკეთესი და მომგებიანია სახელმწიფოსათვის და ამას თვითონ გვთავაზობდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, უბრალოდ ამას უნდა ხშირი კომუნიკაცია, რაც სამწუხაროდ არ იყო იმ ინტენსივობით, როგორც საჭირო იყო და ეს დაგვანახა ჩვენ პროცესმა. ეს იყო მხოლოდ განსხვავება. დიახ, ეხლა რა შეეხება? მესამე დღეა უკვე ჩვენ ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას ამასთან დაკავშირებით. გვიერთებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის დაწევასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური აი ხასიათის პროპაგანდას, რასაც მაგალითად LGBT პროპაგანდა ქვია. ჩვენ მკაფიო პასუხი. მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე. არა თუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს. ჩვენ მათ თავაზობთ, რომ შემოგთავაზონ ვერსიები. როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და LGBT პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ პასუხი კონკრეტული არ მიგვიღია. ისინი ამბობენ მაგალითად იმას, რომ რა დროს ეს არის ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში? დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ რომ აქტუალურია? იმ საფრთხეებს, რასაც ხედავდით მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქალისა და მამაკაცის კავშირი ეს არის ოჯახი. მაშინ ახლავე. მოწყვეტინებთ გეტყვით. როდესაც ჩვენ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. 2017 წლის შემდეგ გაიხსენეთ რამდენი ამბავი, რამდენი ეგრეთ წოდებული ნიუსი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაკანონდა გარკვეულ ქვეყნებში, ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ერთსქესიანთა, ერთნაირსქესიანთა ადამიანების ქორწინება ყოფილა აქტუალური. ახლა, როდესაც ინტერნეტი გავსებულია, საინფორმაციო ველი გავსებულია, მაგალითად იმის, რომ ბავშვებს წარმატებულ მაგალითად აჩვენებენ ტრანსგენდერი, როგორ გადაკეთდა ხალი კაცად და ასე შემდეგ პირიქით, რა თქვენ ვერ ნახულობთ? შეიხედეთ ინტერნეტში ხანდახან თქვენც ნახავთ. შესაბამისად ამისა. ხო და გამოგონილ პრობლემასაც, გამოგონილ აი ამას ვამბობ ზუსტად. ახლავე, დიახ.
ნახეთ, აი ძალიან კარგი კითხვა, დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მომეცით. როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომლისთვისაც არსებობს ნორმა უმკაცრესი სასჯელი და როგორც კი მსგავსი ბოდიში ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცველები ამასთან დაკავშირებით და შესაბამისი სასჯელი არის უმკაცრესი. თუ კი პრაქტიკაში რაიმე პრობლემას ხედავთ, ჩვენ ერთად ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. პედოფილიას სასჯელი არ არის საქართველოში? LGBT პროპაგანდაზე ხო არ არის? არათუ სასჯელი, არამედ ამკრძალავი ნორმაც. ესე იგი, თქვენ ადარებთ ორ ამბავს ერთმანეთს, რომელზეც ერთზეა თუ დგას, მწვავე გადაწყვეტად არის კანონის მიერი. ანუ თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს. მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხისაც კი ამგრძალავი ნორმა LGBT პროპაგანდის არ არის. ამიტომ ძალიან ბინძური, ბოდიში. ძალიან კი უმკაცრესად დაიჯება. ეს საზოგადოებრივი როგორ ერთი წამი, ანუ არ არის ნორმა, გაუპატიუროს ნორმა არ არის. საშინელება თქვენ მიყვებით ეხა ნარატივს, რომელიც ახლავე, ნუ მეჩხუბებით. ახლავე, ნახეთ, გავიგე. დამაცადეთ პასუხის გაცემა, თუ შეიძლება. გაუპატიურებაზე, პედოფილიაზე არის უმკაცრესი სასჯელები. ასეა? ხომ მეთანხმებით? აღსრულებაშიც უმკაცრესად იჯებიან, როგორ რა თქვენ ამბობთ ეხლა რომ საქართველოში გაუპატიურებაზე და პედოფილიაზე ხალხი არ იჯება? თუ ამისი დამტკიცება მოხდება, დამოკიდებულებაც მათ შორის ცნობიერება კიდევ უფრო ასამაღლებელია, კიდევ უფრო მეტი სიმკაცრეა გამოსაჩენი, კი ბატონო გეთანხმებით. ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ LGBT პროპაგანდაზე განსხვავებით ამის არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის. დიდი მადლობა რომ კითხვა დამისვით, ამაზე პასუხის საშუალება მომეცით. შესაბამისად ამისა, დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, ისევე როგორც 2017 წელს არსებობდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული გამოწვევა, ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი და ჩვენ მოვიჭერით გზა, რომ როდესმე და მოვუჭერით გზა იმ ხალხს, როდესმე თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჩვენ ვეთქვით, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. მათ შორის ახლა ჩვენ კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუ კი როდესმე იქნება იმისი ცდუნება, რომ LGBT პროპაგანდამ საქართველოში გაშალოს ისე ფრთები, როგორც სხვა გარკვეულ ქვეყნებში არ აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენ ეს კარიც უნდა ამოვქოლოთ და მოვწერთ. აი ნახეთ, თქვენ ახლა ამ კითხვით, ბოდიში, თქვენ ახლა ამ კითხვით, გუშინ იყო ამის ცდილობა კიდევ უფრო მკაფიო თქვენდე, ხო, მადლობა რომ აღიარეთ რომ ამოწურავ პასუხი გაგეთით, მაგრამ რადგან დაზუსტება, ვინ უნდა დაგაძალოთ ესეთ ჩაკითხვაზე, მე გიპასუხებ. ბოდიში, კიდევ უფრო, ბოდიში არ იჩხუბოთ ერთად, არ იჩხუბოთ, ნახეთ, ერთი ამბავი, თავარი, თქვენზე უფრო თამამი იყო ერთ-ერთი ნაცმოძრაობის არხის ჟურნალისტი წინა დღეებში და უფრო კაფიო კითხვა დასვა ევროპელები და ამერიკელები, ვინ უნდა დაგაძალოთ კი არა, ისინი კონკრეტულად მიუთითებდა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს, რომ დააკავშიროს ეს რაღაცა ევროპულ მომავალს და თქვას, რომ ესე დააყენოს საკითხი და ამას გთხოვთ, ნუ ვიკადრებთ, ძალიან გთხოვთ, ქართულ საზოგადოებას ნუ კადრებთ იმას, რომ ამ შემთხვევაში თქვენ პერსონალურად შეიძლება ნაკლებად გეხებათ, მაგრამ ან ევროპა და ან LGBT პროპაგანდა. ასე საკითხი არ უნდა დადგეს არავითარ შემთხვევაში. ვიღაცამ საპირწევნეთ არც დგას, არც დავაყენოთ, არც ვიკადროთ ესეთი რაღაცა. ან LGBT პროპაგანდა, ან ევროპა. თუ ასე საკითხი დადგება, ეს არის დამაზიანებელი, დამანგრეველი. ამიტომ ჩვენ ჩემი აზრით და მე დიდი იმედი მაქვს, ვერავინ გაგვიბედავს, აი ამ მიდგომების, ღირსეული მიდგომების გამო, რომ ასე დაგვიყენოს საკითხი, რომელიც კითხვაში მინიშნების სახით შეიძლება იყოს, რომ ან ევროპა, ან ამერიკა, ან აქეთ მეორე მხარეს LGBT პროპაგანდა. ჩვენ უნდა ღირსეულად გავიმეორებ 100-ჯერ ნათქვამს, ორ ფეხზე მყარად დგომით, ჩვენი ღირსებით, ტრადიციებით, ამ ტრადიციების დაცვით, ჩვენი ეროვნული იდენტობით, ამ ეროვნული იდენტობის მახასიათებლებით, ქრისტიანული ღირებულებებით შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა და ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულე. ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნებზე რუსეთისგან იქნება საფრთხე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაძლოა დასავლური ფონდებიდან იყოს საფრთხე. ვისგან ელით საფრთხეს? არაფერი გამორიცხული რუსეთისგან არ არის. მაშინ, როდესაც
რუსეთის ლიდერი, მაგალითად, როდესაც რუსეთის ლიდერი აქებს ძალიან დაუშვათ დემოკრატ ბაიდენს, რომელიც არის მთავარი მხარდამჭერი თანამედროვე სამყაროში უკრაინისა რუსეთთან ომში, მათ შორის ქმედითი მხარდაჭერი და აქებს და ამბობს, რომ ჩვენ გვაწყობსო, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ მოდი იმაზეც ნუ დავდებ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს, თქვათ, ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში და ეს არავინ იცის, რა პოლიტიკას განსაზღვრავს, ასე პრიმიტიულად ხალხო ხო არ არის. აი რუსები ვიღაცა გამოდგებიან და რომელიღაცა პროპაგანდისტი ან პოლიტიკოსი შეაქებს ქართულ პრაგმატულ პოლიტიკას და რადგან ჩვენც იგივე სიტყვას ვიყენებთ, ხომ ესე პრიმიტიულად, აი პრაგმატული იმათმაც ახსენათ, თქვენც ახსენეთ და ეს არ ნიშნავს თქვენ რუსულ ვექტორს და ასე პრიმიტიულად ნუ შევხედოთ. რაც შეეხება ყველა ის დონორი ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ აღვივებს ანტიევროპულ განწყობებს, იმიტომ რომ მაგალითი მოვიტანეთ, ეხლა და სხვა მაგალითი აღარ გადავული საზოგადოებას, რომლის უკანას დგას მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლო წარმოჩინდეს, ეს აზიანებს 1000-ჯერ ევროპულ განწყობებს საქართველოში, ვიდრე ბევრი სხვა რამ. და როდესაც დაფინანსებები ხდება პარტიული კუთხით და ამ დროს ეს არის შეფარული თითქოს NGO დაფინანსება, ეს თავისთავად დემოკრატიის ხარისხისთვის არის, გამჭვირვალობისთვის არის დამაზიანებელი და როდესაც ჩვენ შემთხვევა გქონდა, ამას ხო არ ვიგონებთ, კაცო. ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, გაყალბებულად აცხადებდნენ და ამისათვის მთავარ არგუმენტად იყენებდნენ იმას, რომ ისვედმა დადო სხვა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ისვედმა, ანუ ჩვენი მეგობრებისგან დაფინანსებულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, მაშინ ჩვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ესე იგი აქ რაღაც ხდება, რაღაც პრობლემა, რაღაც გამოწვევა და უნდა გქონდეს იმისი თავი და მისი შნო, რომ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს თანაბარ რეგისტრში ვუთხრათ, რომ ეს არის მეგობრებო პრობლემა, თქვენ რომ აფინანსებთ კეთილი მიზნებისათვის. ეს ხალხი აყალბებს რეალობას ამ ქვეყანაში და ამისი კონკრეტული მაგალითები გვაქვს და ამაზე პასუხები უნდა გაგცეთ და ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ. დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა უნდა